ფოტოგრაფების საქმეზე იმშელეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მოусმინეს დასარალებულ ფოტორეპორტიორს გიორგი აბდალაძეს. პრესო კომისიის ხდომაზე იმყოფებოდნენ ირაკლი ნათია გედინიძე, რის გახმაურებული საქმე 2011 წლის 26 მაისს აქციის გაშუქებას უკავშირდება. 4 ფოტოგრაფის მიერ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი დაბევის სამსახური ფოტოკადრები საერთაშორისო პრესაში მოხვდა. ამის შემდეგ ისინი ჯაშუშობის ბრალდებით დაასამართლეს. Facebook-ზე ვიღაცები რაღაც სტატუსობდნენ 37 წელია და რაღაც. აი 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ. როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში, სულ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს. გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ხალატი. და დაგვემუხდნენ მერე შემდგომში, რომ აი ეს მოკლედ რო თქვა და დღევანდელ დღეს ახლა ჩემი როგორც ერთი რიგითი მოქალაქის ყოველთვის მადლიერი ვარ. ყოველთვის მადლობას ვეთქვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. ნაციონალური მოძრაობა რო ყოფილიყო სათავეში დღეს, დღემდე მოსულიყო, ხო? აი ჩათვალეთ, რომ მინიმუმ 1 ადამიანი დაიღუპებოდა დღეში. ხედავთ ფოტოებს. ამ ფოტოებმა გამოიწვია საერთოდ საკმაოდ დიდი რეზონანსი. იმიტომ ეს არ იყო მიტინგის დაშლა და არაფერი, ეს იყო განადგურება საკუთარი ადამიანების. მე საპატიმროში შევიტყვი იმის შესახებ, თუნდაც მე გადამიღე ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც შემდგომში სახურავზე აღმოაჩინეს, რომ ამათ მიყავდა ცოცხალი. ყველაზე მთავარი ის იყო 26 მაისს არა მარტო მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებს ცემდნენ მოწყალოდ ესწოდნენ უამრავი მაგალითები ამის საშინაოების ადამიანები. საშინაოც კინოთეატრ რუსთაველში შევარდა. მე მახსოვს, რომ უამრავი ადამიანი გამოიყვანეს იქიდან ნაცემი. შალვა ოგბაიძე იყო, მგონი აქ სადღაც ამ ჩიტაძის ქუჩის ნაცემი იყო. გადავიხმეთ და გედენიძემაც გადაიღო, როგორც მახსოვს. ესე გააკეთეს, ხალხ გასვლის საშუალება არ მისცეს. და ძირითადი ნაკადი წაიყვანეს პარლამენტის მიმართულებით, აი შიდა სივრცე სადაც არის დახურული, რომ ვესად ვერ გაქცეულიყო. თითქმის ყველას თავი ქონდა დახეთქილი. აი ქალი, კაცი, დიდი, პატარა, ბავშვი, მოხუცი, ასაკოვანი, ასეთი მნიშვნელობა არ ქონდა. ყველა თავები ქონდა დახეთქილი ისეთ ცემეს. ხელმორკილები რო დაადეს, მე ეს ადამიანები რუსთაველზე ამ წვიმაში მდგომარეობაში დაყრილები იყო, ხელმორკილები ითხოვდნენ შველას და ესენი უღარესად ცემდნენ იმ ადამიანებს. მე დაამწყრიეს ეს ადამიანები და რუსთაველზე ჩაატარეს სულელობით წაიყვანეს საპატიმროებში. ჟურნალისტები ვინც იყვნენ, ყველას დაძებდნენ, აბსოლუტურად უყოლას, განურჩევლად, ყველას ცებდნენ თითქმის. აი ჩვენ მე გადამარჩინა, შემიძლია თქვა, რომ ეფრემ ლუკაცკის ინგლისური საუბარი, რომ ისინი რომ მოდიოდნენ ჩვენ საცემად, ის ეუბნებოდა პრეს ინგლისურად და თანაეუბნებოდა Associated Press წარმოადგენენ და ჩერდებოდნენ და ჩვენ დაბედად ეს ოფისი Associated Press-ის იყო ახლში მარიამთან. ჩვენ რამოდენიმე რკალი იყო გაკეთებული, რომ ვერცერთი ვერ გასულიყო. მომიტინგეებს გულისხმობდა, მათ შორის აი სულიერ შემთხვევით ვიღაცებმა შეძლეს. მე მახსოვს, რომ უამრავი ადამიანი ეხლა რომ ის არის მუზეუმი, იქ ხილი იყო დიდი და იქ იმალებოდნენ, რომ ჩაატარეს ეს ადამიანები. მე ვფიქრე, რომ უკვე გავრიდებოდით. თვითონ ეფრემაც მითხრა, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე, ვერ ვიმუშავე, და შოქში იყო ჩავარდნილი ამ მდგომარეობით. და ჩავედით ოფისში და იქიდან გადავაგზავნეთ ფოტოები საერთაშორისო მედიაში.
მე როგორც მომიყვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, როდესაც საპატიმრო დავტოვეთ, ამ ფოტოებმა გამოიწვია დიდი რეზონანსი. მიშას უთხრეს ეს ამბავია და ვინც იმ დღეს იღებდა ფოტოგრაფები ყველა დაიჭირეთ. გაუწია მას ბრძანება. ესევე მომიყვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შემდგომში, როდესაც ეს ფოტოები აკეთებდა ბრძანება მიშასი. განწყობა, რომ ყველა ფოტოგრაფი დასაჯეთო, შეასრულეს ამათმა და შეთხზეს ეს საქმე თავიდან ბოლომდე და მერე გვაგინეს კიდე. მაგის გამო რომ მე პროტესტი მე იქ გამოაცხადე მოდული შემოგვიში რომ შრალში შეუბაზე გადავდივარ და არამედ ამ ვიბრძოლე ბოლომდე. ამასთან დაკავშირებით ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. მოდული შემოვიდა, როდესაც გადავყავდით გდანის სამფრობილეში. გზაში ერთ-ერთი მეუბნება, რომ ეს გზად კარგად დავეთვალიერე, ეს არის ბოლო რაცაც შეხედავ. აქედან შემოцоცხალი ვერ გამოხვალ, შანსი არ აქვს, არანაირი. პირდაპირ დაიმახსოვრე ეს გზა. აგვიდე კარგად. გდანის სამფრობილე, ეს არის ციხე. ეს იყო ჩვეულებრივი კონცლავი. საქართველოში იყო კიდე პატარა საქართველო, რომელიც იყო პირადად ამაფლობელობაში, სადაც ადამიანის ღირებულება და ფუნქცია იყო ნული. ამას სული პასუხის არაფრად აი ადამიანის საერთოდ არაფრად არ მიაჩნდათ. და რო შედიხარ იქვე გრძნობ ამას. და მეგეთ რაღაც ხონდა შეავსო და მიყავხარ გინებით, წიხლებით. უკაცრავად გაფურთხებენ, იატაკზე ვიწექით, რო გვესუთქა. ფიზიკურად რო ადგე ფეხზე ჩანგრადი არ არის. 5 დღე საჭმელი არ რო აღჭამდი პატიმას, უკაცრავად საჭმელში ჩაუფურთხეს. აი იმ რიტუალს დღეს სადღაც ვიღაცა რესტორანში ამბობდნენ, რომ აი ეს ჩავიდინე და რაღაც. გდანის ციხეში პატიმრებს ეწრობდნენ აი ეს უკაცრავად და არა ადამიანები ეგრე. რომ პატიმას არ ეჭამა საჭმელი. ბატონო გიორგი, იმას ამბობთ, რომ ეს არის მათი ხელწერა? ეს არის მათი ხელწერა, ადამიანის დაბრალება, უდანაშაულო ადამიანზე წამება, აი ეს ყველაფერი რაც დღესაც სადღაც მესმის. და მე ვერაფერს უნდა ჩაუფურთხო საკვებში. ეს არის პატიმას ეუბნება, რომ ისო შიმშილობს და შერაკო ჩამოდი, აიღო უკაცრავად ჩაუფურთხა საჭმელში, ანუ თქვა აბდალაძე შიმშილობს და არა ისაო. განცხადებას მოგიტანთ, რომ შიმშილობა შეწყვიტაო. ეხლავე გაჩვენებთ მაგას. წინა ღამეს, წინა დღეს უბრალოდ ხდება ესეთი რაღაცა, რომ მე გავყავარ საკლიდან ვიქტორ ყაჭეიშვილს, ეს იყო რეჟიმის უბრალოდ მოადგილე, როგორც მახსოვს და რაღაცა და მეუბნება, რომ განცხადება უნდა დავიწერო, შიმშილობა შეწყვიტაო. და შენ თუ გინდა ის შიმშილა რაც გინდა ის იქნია, რაც გინდა ის გააკეთო, განცხადება უნდა დაწერო. რომ ესა ვითომ მამა უკითხიაო შიმშილობის შესწვა არ დავწერ მეთქე მაგას. არანაირად ჩვეულებრივად ვაგრძელებ შიმშილს. ეხლა გიჩვენებ შესეის. ჩართო რაცია ვიღაცებს დაუძახა. აი ციხის კადრები რო გავწერდა თუ გახსოვთ, დაშლა რო ხდება კარანტინის. ზუსტად იმ მდგომარეობაში ვიყავ. აი ერთ-ერთი ყველა მოვიცანი. ის კადრები რო გავცემდა, ყველა ის ადამიანი ამოვიცანი ვიზუალურად. სახელები დაიმით არა, მაგრამ ეს იმიტომ დავამახსოვდა ყველაზე მეტად, რომ ჩართო რაცია და მე მითხრა, ხა გაჩვენებ შესეის როგორ უნდა გამოიყვანეთ საკანში ვინ არის ამასთან ერთად. გამოიყვანეთ სხვა პატიმრები და უკაცრავად შენ თვალწინ ხა ამათ აღარ დავაკონკრეტებ რაზე იყო საუბარი, რა წამებას არ ადამიანულ წამება, ამას ჩაუტარებო, მე შენ ჩაქცვა მაგათთანო და ვინ ის რას უზამს მაგასაც გაჩვენებ. ამ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ხამე გავყავდით ყოველ ხამე და მან დახვდა დევნოზაშვილი ერთ-ერთი და ვინც მემუქრებოდა შვილის ამბავზე და ოჯახის წევრებზე. დევნოზაშვილი ვინ არის? მაშინ იყო კომდაბზვერის თანამშრომელი კუდის ეგრეთ წოდებული ვინც უშუალოდ კუდის სახელი? დავით დევნოზაშვილი. დავით დევნოზაშვილი, კი ბატონო. გასამართლებელი საფრობილეში. ხო, საფრობილეში ხო გდანის ციხეში ყოველ ღამე შემოდიოდნენ. რა უფლებით შემოდიოდნენ? აი მე სასამართლო პროცესებზე გაიყვარო უფლებაც არ ჰქონდათ. ანუ ჩვეულებრივად შემოდიოდნენ, ტელეგრამე გავყავდით, მიდიოდა წნეხი გინება
შეურაცხყოფა რომ ვეხიარებინა და მე მითხრეს რომ ყველა ფოტოგრაფებმა უკვე აღიარეს დანაშაულიო შენ დარჩიო ერთადერთიო და შენზეა გამოკიდებულება ისინი გავლენ თუ არა ციხიდან და შენ გახვალ თუ არა საერთო ციხიდან იყო საუბარი იმაზე თითქოს მე საგარეო საქმეთა სამინისტროდან რაღაცას გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია ავიღო რაზეც გრიგოლ ვაშაძე რომელიც აქ ყავდა თქვენ აი მე არ ვიცი ხა ნუ მის ინდისე იყოს და ნამოსაგზაკსინდისიან ნამოსიან კაცობა რო აღიაროს დღემდე უდანაშაულო ადამიანი ციხეში გამიშვა უდანაშაულო ადამიანი გვაწამეს იქ იმის გამო რომ მაგას ვაშკაცობა არ ეყო იმისი რომ ეთქვა რომ ამის არანაირი დოკუმენტი არ აუღია საგარეო საქმეთა სამინისტროდან კითხა ვინმე გრიგოლ ვაშაძეს გრიგოლ ვაშაძეს მე როგორც ვიცი ერთ-ერთმა თანამშრომელმა მე მითხრა შემდგომში რომ ვანომ დაურეკა და დაახურა თავზეო არჩევნები როდესაც იყო საპრეზიდენტო კანდიდატი მაშინ უთხარი და შეუთვალე რომ აი შენზე არის ის რომ ჩვენ აი ეს ჯოჯოხეთი გავიარეთ შენ არ ადამიანობაზე რომ იმის ვაშკაცობა არ იყო ვიშასთვის მანოსთვის და იმისთვის გეთქვა რომ დანაშაულო ხალხი ასე რჩით რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა გედებოდა ეგ მანჯურიის აი ცეხა ხუმრობით ვამბობ ამას კალათანთეა ეს სქემა ვანოსი გენიალური სქემა როგორც იყო შედგენილი ერთ-ერთი იყო თავში და მე და გედენიძე ვიყავით ვითომ ხურდაში ასე დამხმარეებით ხო და ეხა გედენიძეებს კიდე ნუ ისეთი მდგომარე უცოლი და ქმარი ორივე დაიჭერა არც უწყოვანი ბავშვები დაუტოვეს რომლებღერ გაგაგებინეს რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში გედებოდათ ბრალი სააკაშვილის ბინძურ ტვინში რუსეთი აი როგორც ეხლა ყველაფერს საბრალებია რუსეთუნე ხარ რუსი ხარ აი იგივე პრინციპია რო არა ბრიგვაძე გიორგი ალიას რედაქტორი და ის ჟურნალისტები გელაძე დელაშვილი თამრიკო კრუაშვილი ციხელაშვილი ავიც ყველა ის ადამიანი ვინც ყოველდღიურად მიტინგებს ატარებდნენ ჩვენ გადასარჩენად რო არ გამოსულიყვნენ არ ჩვენ ალბათ ისევე დავამთავრებდით როგორც თეთრაძე ცხოვრებული იმიტომ რომ პირდაპირ მუქარა იყო გლდანის ციხის როდესაც მე პირდაპირ ვიტყვა რომ ბრძანებას ველოდებით ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა ეროვნული დღის აღსანიშნავად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დილიდან ღონისძიება გაიმართა ვაზიანში პრემიერ-მინისტრის იმყოფებოდა საამაყოა რომ ჩვენი სამხედროები ახალი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო გამოცდილებით წარმატებით აგრძელებენ ქართული ჯარის ტრადიციებსა და მემკვიდრეობას. ჩვენი სამხედრო ძალები პირნათლად ასრულებს იმ მთავარ მისიას, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია. მე როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. გერბა საქართველოს ჯარისკაცი ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ამ სტატუსის ღირსებით დარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება. ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლი ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მიულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მინდა მათ უთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაკეთებთ. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლო სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. თუმცა ისინი დღესაც მზად არიან თავდადებისთვის. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია. საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია. ხიზლად იდგეთ წინა ხაზზე
და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს. ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი. ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს. სახელმწიფოს ძალისხმევას თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულობა, ყველგან და ყოველთვის თავგაწერითა და გმირობით დაიცვა საკუთარი სამშობლო, მხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია. ჩვენ გძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ ზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა საქართველოს ომის ასპარებად ცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგზეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან. სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევანდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე. 1991 წლის 30 აპრილს ოფიციალური გაწვევა გამოცხადდა და ათასობით ახალგაზრდა ენთუზიაზმითა და სიამაყით ეწერებოდა ეროვნული გვარდიის რიგებში. ეროვნულ გვარდიას გამოწვევებით სავსე და ეკლიანი გზა ელოდა წინ ჩვენი სამშობლოს დასაცავად. თუმცა მის საფუძველზე სამშობლოსათვის თამგაწივის სულისკვეთებით შეიქმნა და განვითარდა ქართული ჯარი. ამ ხნის განმავლობაში ქართულმა ჯარმა მრავალი სტრუქტურული და ინსტიტუციური ტრანსფორმაცია განიცადა. 1995 წლის კონსტიტუციით საქართველოს ყავდა შეიარაღებული ძალები, რომელიც ომის დროს სხვა სტრუქტურებთან ერთად შედიოდა სამხედრო ძალების შემადგენლობაში. ხოლო 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი სტრუქტურა და მას ეწოდა საქართველოს თავდაცვის ძალები. წლების მანძილზე თავდაცვის ძალების გაძლიერებაში, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვასა და შესაბამისი წვნებით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადაუხადო მათ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის. დღევანდელი წარმატება თავდაცვის ძალებში განხორციელებულმა და მიმდინარე რეფორმებმა განაპირობა, რომელიც ფოკუსირებულია ჯარისკაცის კეთილდღეობაზე, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი, სოციალური თუ ეკონომიკური პირობების შექმნაზე უმაღლეს სტანდარტებით. თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმების ფარგლებში განსაკუთრებით მინდა გამოვაყვილო თქვენი ყურადღება წვევანდელთა ეროვნულ სამსახურზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამხედრო სამსახურის გავლა მიმდინარეობს ახალი სისტემით. კერძო წვევანდელების სამხედრო სამსახურს გაევლიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, რაც სამომავლოდ განაპირობებს ერთიანი სტანდარტებით მომზადებული ძლიერი რეზერვის არსებობას. ეგრეთ წოდებულ ბორჯომის ბაგზლის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 15,000 კვადრატული მეტრის ფართობი. ცეცხლი ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები იყო განთავსებული. ახლოს მდებარე კლინიკებიდან პაციენტებისა და მედპერსონალის ევაკუაციაც განხორციელდა. რა ხდება, კაცმა არ იცის. ფანჯრები ჩამტვრეულია და წყალი მისხმულია, არ ვიცი რა ხდება. რა ვიცი, ზევით იყო ხანძარი, მაგრამ გადმოვიდა აქეთკენაც და ჩემ გვერდზე მაღაზია დაიწყო. რომ მოვედი იწოდა ყველაფერი. ჩვენი სიგარეტის საბითუმო არის. არა, რაღაცა ნაწილი გადარჩა გარეთ ყრიან, ეხლა რაც თუ რამე გადარჩა, მაგრამ სიგარეტი თუ წყალი შეესხა, გაფუჭდება მაგის, რა ვიცი. რაც გადავარჩევ არ ვიცი. მე რომ მოვედი უკვე მოდებული იყო ალი. უკვე ეკიდა ყველაფერი. ის ადგილი, ჩემი მაღაზიის ადგილი, ვაფშე ჩამწვარი იყო რომ მოვედი, არაფერი არ ვიცი. ყველაზე მთავარი რაც არის კლინიკების ჟანგბადის საცავები გადაარჩინეს, რის გამოჩენილება უფრო მეტი და საშინელება მომხდარიყო. დამწვარია დაახლოებით 16,000 კვადრატული. ამ წუთას მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ჯერჯერობით არ შეიძლება ზარაზე ლაპარაკი, სანამ არ მოხდება ამის დათვლა და მიმდინარეობს ამის დათვლა. სამწუხაროდ დაზღვევა მეტ ნაწილს არ აქვს.
საინტერესოა რატო არა აქვს, იმიტომ რომ ხელმძღვანელობასთან გასაუბრება ბაზრობების ვერ მოვახერხეთ დაკითხვაზე არიან მიზეზების გარკვევის ნაწილში. როგორც კი შევძლებთ რა მის გარკვევას გავარკვევთ, არ არის ძირითადი მოსახლეობა, ძირითადი მოიჯარეები დასხმეულები არ არიან. 5 წუთშია ეკიპაჟები ადგილზე მოსულები. დაახლოებით 150 მეხანძრე მაშველე იყო მობილიზებული ადგილზე და 30 სახანძრო ავტო სპეციალური ტექნიკა. რამაც მოგვცა საშუალება ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნა. იყო გავრცელების რისკის საფრთხე, რა თქმა უნდა, დაახლოებით ამ დროისთვის დამწვარია 15000 კვადრატულ მეტრზე. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ხშოლავი კერების დამუშავება. რაც მთავარია, საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის. ზარალთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ ამ დროისთვის, რაც შეეხება პაციენტებს, ოპერატიულად იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და მიმდინარეობს ამ დრომდეც პაციენტების გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში. პირველ ეტაპზე ვიდრე მოხდებოდა სრული მობილიზება სასწრაფო ეკიპაჟების, მეხანძრე მაშველების მიერ იყო დაწყებული ღონისძიება. შესაბამისად, შემოგვიერთნენ მე სასწრაფოს ეკიპაჟები და მათი ჩართულობით მოხდა გამოყვანა გადაყვანა. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გლეხები, რომლებიც სიტყვამ დააზარალა, დახმარებას ითხოვენ. სოფლებში ამბობენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი განადგურებულია და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. სოფლებში ამბობენ, რომ ნარგავების დიდი ნაწილი განადგურებულია და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ყვებიან იმასაც, რომ მოსავლის მოსაყვანად ბანკებიდან თანხები გამოიტანეს და სტიქიის გამო დავალიანებების დაფარვა გაუჭირდებათ. ცნობისთვის გორის მუნიციპალიტეტში მოსავლის დიდი ნაწილი ჯერ ყინვამ, შემდეგ კი სიტყვამ გაანადგურა. კლიავებია ყინვისგან გაფუჭებული, თვითონ შეხედავთ ახლა გადაიღებთ და მე სიტყვა კიდევ იმის მერე და თუ რამე იყო პატარა შეჩერილი, ვითომ რაღაცა იმედები იყო, რომ საჭმელი მაინც გვექნებაო და ისიც აღარ არის. მე ახლა იმ სიტყვას თვითონ მოსწოდა მოაშორა ყველა. ასევე არის ატომების გაფუჭებული. ახალგაზრდა ნამყენია, 2 წლის ნამყენი, თითქოს ყველას ესხა, მაგრამ ერთ საათს აღარ მიარებს. სულ გაფუჭებულია. ვცდილობთ მარტო რომ ხეები გადავანარჩუნოთ. მეტი არაფერი მოსავალი აღარ არის. სხვა ბაგებში ახლა ფეხის მოსავალი მეორიც ამ მქონდა. სულ ჩარეცილია, რომ ნახო ისევ აგეტირება გული მიხსოვ თუ კი გადავიღებთ სხვა ნაკვეთში მაქვს და გაფუჭებული ყველაფერი მოსავალი და ეს არჩენლები ვართ ღვთისანაბარად ვინ არის ჩვენი პატრონი არც არავინ არც აგვითყავი არც მომვითყავი არავინ. ძირითადი შემოსავალი ჩვენი ეს არის ხილი და ბოსნეული თუ არის ნიორი ძირითადი და ეგ არის ნიორიც ჩარეგვილია რამო პროცენტულად შეიძლება მივიღოთ პატარა მოსავალი, მაგრამ ბევრს არაფერს არ მოგწევს ეს. თანა ყველასაც ხო არ აქვს ეს ნიორი დაწესილი. ზოგს 5 მიასედი აქვს, ზოგს 10 მიასედი აქვს. ზოგს თუ აქვს 50-ები და ცოტა მეტები, კიდეც თუ იმათ არ უშავარ, მაგრამ ჩვენს თუ აღარაფერი დაგვრჩა. იპატარა მოსავალი რაც ნაწილი პროცენტულად უკვე ძალიან სხვა მოვა, ისეთ მოსავალი ხარისხიანი მოსავალს არ მიიღებ. გაფუჭებულია ფაქტიურად. დალეცილია სულ, მაგრამ ამას უნდა ასაზრდოს, ის ფოთოლი სულ აკეცილია აქვს. აი, ჯერ კიდევაც გადაურჩა და რაც არა, ხო. ფოთოლი აღარ აგზეთ. აქეთ კიდე რა უშავს ეკითხეთ, შუა აი პატრები მიდი ეკითხეთ რაღაცები. ნიორი მაქვს, შუა ეროები რაღაცა, ეროს აღარ აქვს. აი ბაგებს დავეცვალები, ბაგებს დავდივარს. ორი, წამლი, აი ეს სხვა გავაკეთებს. და ეს ჯერ კიდევ იყო მოსული, ახლა კიდე ვარაუდო, მე კიდე იქნება, ვაბარავ იქნება თუ არა, ეგ უკვე ერთმანეთს რაც არის, აი დავხედავთ აღარაფერი არ არის. აი პატრი ფოთოლი უკვე 700-800-მდე ვაჩლი მომდის ხო. ერთი როცა მოდის რა. ერთი 2-3 ტონა ატარი მოდის ხოლმე. წესაღა უნდა მოვიცეს. წითელას ვირუსის ეპიდაფეთქება შიდა ქართლში. რეგიონში ვირუსის 17 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობა ვაქცინირებული არ იყო. ეკატერინე ქორჩაშვილი ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამ წუთას ასეთი მდგომარეობა გვაქვს, მინდა გითხრა, რომ აი წითელას ეპიდაფეთქება გვაქვს შიდა ქართლში და რომ გადავხედეთ, ესე იგი 17 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს იანვრიდან დღემდე და გამოთვლით აღმოჩნდა, რომ ეს დადასტურებული შემთხვევები მაგათი აცრის სტატუსი ყველასი თითქმის იყო ან ერთი ვაქცინით იყვნენ აცრილი, ან საერთოდ არ იყვნენ ვაქცინირებული, რამაც ეს ეპიდაფეთქება გამოიწვია და მოუწოდებ მოსახლეობას ერთ-ერთი ძირითადი ინტერვენცია, რაც გვაქვს ჩვენ ყველაზე
ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის აცრები, რის საშუალებითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ ვაქცინით მართვადი დაავადებებისაგან. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებით კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა. უწყებამ ამჯერად კოტეჯის სოფელ დვანში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ კოპაძეების ოჯახს შეუძლინა და გადასცა. როგორც ცნობილი იყო, კოპაძეები საცხოვრებელი ფართის გარეშე იყვნენ დარჩენილები. დვანში დავეხმარეთ ერთ-ერთ შეჭირებულ ოჯახს, რომელსაც მომართა ჰქონდა ჩვენთან რომ სახლი არ ქონდა ფაქტიურად და შეუძინეთ კონტეინერი, რომელიც 13,000 ლარი დაგუჯდა, ეს ახლა ადგილობრივი ბიუჯეტით გამოიყო. ასევე ეს უკვე მეხუთე კოტეჯია, რომელიც შეჭირებულ ოჯახებს შეუძინეთ. ამ ეტაპისთვის სხვა მომართვიანობა ჯერჯერობით არ აქვს, თუ იქნება მომართვიანობა მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ კიდევ შესაბამისად გავუწიოთ დახმარება. სამსულიანი ოჯახია, ეს ოჯახი ცხოვრობდა ხის ფიცრულში, ესე რომ ვთქვათ, ძველ სახლში, რომელიც ფაქტიურად ძალიან ავარიულ მდგომარეობაშია და იქ არის ცხოვრება. და აღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღეთ მუნიციპალიტეტმა, რომ შემეძინეს კოტეჯი.